ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის ახალ კონცეფციაზე იმსჯელეს. მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა ახლებური ხედვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და ლექტორ-მასწავლებლებს გააცნო. კონცეფცია, რომლის ავტორიც პროფესორი გია დვალია, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეგრეთ წოდებული ტენუარის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს, როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებენ, ტენუარი არის ევროპაში აღიარებული მეთოდი, რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესორის უვადოდ არჩევას, თუმცა მას საფუძვლად გარკვეული ვალდებულებები უდევს და ამ სტატუსის მიღება საკმაოდ რთულია. ამ გზით არჩეულ პროფესორს ბევრი მაკონტროლებელი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ კი პროფესორი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მას სტატუსი ჩამოერთმევა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მათი თქმით, პროფესორებს 3 წლის ვადით ირჩევენ და მომდევნო ეტაპზე ხდება მათი ხელმეორედ არჩევა. კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ძველი ნორმა გარკვეული დაბრკოლებაა, ტენუარის სისტემის დანერგვა კი მათ მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. ტენუარის სისტემაში უვადოდ ირჩევენ პროფესორს, მაგრამ მას საფუძვლად გარკვეული ვალდებულება უდევს. ტენუარის სისტემაში წარმატებული პროფესორის მონაცემები იგზავნება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში. ევროპაში მაგალითად ოქსფორდის, კემბრიჯისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში იგზავნება. საქართველოსათვის შეირჩევა ასეთი უნივერსიტეტები და იქედან დადებითი დახასიათება უნდა მოვიდეს. იმათაც თავიანთი კრიტერიუმი გააჩნიათ. აი ესენი შეჯამდება და შემდეგ განისაზღვრება სტატუსი, რომელსაც ტენუარის სტატუსი ქვია.